დავბრუნდით ეთერში და ეხლა ძალიან მძიმე გადაცემა მექნება, ნერვიულობს სხვათა შორის. წარმოგიდგენთ სტუმრებს, ქალბატონი იამეტრეველი და ბატონი თამაზ მოლაშვილი. ხანმშვიდობისა და მართლა ნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეს ტკივილი არსად არ ქრება. და იცით რატომ კიდე? იმიტომ რომ პასუხის მგებლობა ვიზეც არის და ვინც უნდა აგოს ამაზე პასუხი, დღემდე არ უგიებას და პირიქით. აი ეს კიდე ამძაფრებს ნერვიულობას და აი ამ დამოკიდებულებას, რომ არა და ამ ბიჭებმა თავისი სიცოცხლით რამდენი რამე გაუკეთეს საქართველოს. აი მათ დაანახეს, ხო? ვინ რა დღეში ვიყავით და ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში. არ ვიცი, ძალიან მიმძიმს და დამეხმარეთ თუ შეიძლება. თუ გაქვთ იმედი, ეხლა მაინც ბატონო თამას, რომ დამნაშავე აგებს პასუხს. ქალბატონო ია, თუ გაქვთ იმედი. გაგითმო. იცით რა, ნამდვილად ძალიან მძიმეა, რომ ცალკე ის რაც დატრიალდა ქვეყანაში და რაც ჩვენ გადავიტანეთ და ჩვენით დაიწყეს ეს ყველაფერი. მე არა ვარ ის ადამიანი, რომ მართალი გითხრათ ის ბუტას მკვლელი არც კი მაინტერესებს სად არის და რა შვება, უბრალოდ არა ვარ ის ადამიანი, რომ მინდოდა შურის ძიება. ეს არ არის ჩემი ის, მაგრამ ის რომ დაუსჯელები არიან დღეს თვითონ სისტემა მთლიანად და ბევრი მათგანი თუნდაც გვარამია სახით დღეს რომ ამდენს ბედავს და იმის მაგივრად რომ რაღაცას ინანიებდნენ, რაღაცაზე დაფიქრებულიყვნენ ამდენი წლების მანძილზე და ჯერ კიდევ განაგრძობენ აქეთ შეტევას და ერთი სული აქვთ რომ როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მსხვერპლს ოცნებობენ რომ ვიღაცა მოკლან და რაღაცა გამოიწვიონ კიდევ გარეთ არეულობა, აი ეს არის ძალიან მიუღებელი და ძნელი გადასატანი და მე აი ამ კომისიის იმედი მაქვს, აი რა ვიცი, ძალიან იმედი გამიჩნდა რომ ყველაფერი მივა ბოლომდე, იმიტომ რომ როგორც ჩანს მართლაც რთული ვითარება შეუქმნეს ჩვენს ქვეყანას იმ დროს, როდესაც კოჰაბიტაცია გვაიძულეს. მე ესე ვფიქრობ. მე მაინც ესე მგონია, რომ ეს იყო, აი იცით რა, დანაშაული ერის წინაშე. იცით რაში ეს საქმე? მე ეხლა უფრო ვაცნობიერებ ამას, რატომ მოხდა. ხო ხედავთ, მთელი სოფლიო, ანუ სოფლიოში რა თქმა უნდა საღათ მოაზროვნე ნაწილზე არ ვსაუბრობ, ხელისუფლება ვისაც აქვს ჩაგდებული სოფლიოში ეს არის ეგრეთ წოდებული ლიბერალები, რომლებისაგანაც იყო ასეთი მოთხოვნა, რომ ეს კოჰაბიტაცია მოგვახვიეს თავს და ამის გამო არის დღეს რომ დაუსჯელები ბრძანდებიან ბევრი მათგანი და შერჩათ ის ჯოჯოხეთი რაც გამოიარა ქვეყანამ და აი ეხლა მაქვს იმედი რომ დადგა ის დრო, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ სათქმელი თქვა უკვე ღიად გამოაცხადა და აი ეხლა ამ ეტაპზე მე ძალიან ვეთანხმები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას იმ მხრივ, რომ პოლიტიკას სწორი უჭირავთ და ომის საშიშროება, რომელიც ძალიან უნდათ, რომ აქ ომი ყოფილიყო და ყველაფერს ეხლაც კი ცდილობენ, რომ აქ როგორღაც ომი დაიწყოს და მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უკვე დადგა ის დრო, რომ ღიად ამოვიღეთ ხმა და ქვეყანა მაჩვენა, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა. აი მე ესე ვფიქრობ და იმედი მაქვს ამ კომისიის და მით უმეტეს, როდესაც თეა ხელმძღვანელობს წულუკიანი და მე უკვე იმედი გამიჩნდა, რომ ბოლომდე მივა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რასაც ჩვენი გვისმენთ ხალხის ტრაგედიები, რომლებიც ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ბევრი ისეთი რაღაც რაც არ ვიცოდით და საზოგადოებამ ბევრი უცნობი ამბები გაიგო და კიდევ ბევრს გაიგებს, ეს თუ ესე დარჩება, ეს ყოვლა წარმოუდგენელია, მაშინ არ ვიცი. ქალბატონია, აი თვითონ ვინც გაისროლა იარაღი, არ უნდა აგოს პასუხი. მე არ ვამბობ, რომ რაღაც ლინჩის წესით ეს საშინელება, მაგრამ თუ დამნაშავე პასუხს არ აგებს, იცით რა, პოტენციური დამნაშავე რჩება, ეს ხომ გულუბრყვილობით არ მოვიდა, მიზან მიმართულად ჩაიდინა. მე გეტყვით. სისტემა, რა თქმა უნდა, ბრძანების გამცემი და შემსრულებელიც რა თქმა უნდა ატარებს ამ ტვირთს და მან მე თუ კითხავ პირიქით, თვითონაც მოისვენებენ პასუხს როცა აგებენ, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ მათ რაღაცა შინაგანი არც ტანჯავდეს, ეს გამორიცხულია, მე ვფიქრობ, მთელი ცხოვრება რამდენი წელი გავიდა არა? 21 წელი, მეორე დაიწყო.
და ცხოვრება ალბათ ხშირად გაულაწუნებდა სახეში აუცილებლად მიიღებენ მათაც უნდა აგონპა აი რაზეა საუბარი როდესაც მაგალითად გია კრიალაშვილის მკვლელი დღეს თანამდებობაზეა და ყველა მიცის რომ ის 4 გასროლა მან ჩაიდინა ანუ მე რას ყველა მეწოდება ციხისთვის მაგრამ მეც რომ ჩავიდინო დანაშაული აგოს ყველა დამნაშავემ რა თუნდა ლაპარაკია მე უნდა ვაგო ამაზე აბარა რომ იგივე არ ჩაიდინონ კიდე სხვის მიმართ ეს ბუტას მკვლელს რაც შეეხება ის დაიჭირეს ოღონდ მხოლოდ 3 წელი თუ რაღაც მოიხადა და ეს იყო და ეს მაგრამ მათ მთავარი ის მკვლელი კი არ არის სააკაშვილია რომელმაც გასცა ბრძანება ყველაფრის უფლება მისცა პოლიციას და უთხრა ნულოვანი ტოლერანტობა ადგილზე ესროლეთ მოკალით ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას რომ შიში უნდა ჩათესულიყო ქვეყანაში და შიშით ემართათ ქვეყანა და ეს ბიჭები რომლებიც 162 ბიჭი ყავს ქუჩაში დახოცილი და აქედან რამდენიმე არის ეს არის გიორგი გამცემლიძე ვაზაგაშვილი ზურა აი ეს ბავშვები სანდრო და ესენი არიან გახმაურებული აგერ ეხა რომ ნახეთ იმ ნავთლუხის ოპერაცია ეგეც ვიცოდი მე მაგრამ ეს ბავშვები კონკრეტულად გვარები და ის აღარ ვიცოდი აი ეს საქმეებია გახმაურებული დანარჩენი ჯერ კიდევ გაუხმაურებელი დიახ მე თვითონ გითხრა კომისიამდე არ უნდა მისულიყო საქმე იმიტომ რომ 12 წელი და კიდევ მე უბრალოდ თქვენ გაქვთ უფლება თქვენი აზრით გქონდეთ მე მაგალითად მაშინ როდესაც სულ ყველა მთელი საქართველო ერთხმად უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას ხომ მაშინ გაცილებით ძლიერი იყო ქართული ოცნება მე მიმაჩნია და ყოველ შემთხვევაში იმისთვის მაინც რომ ეს პასუხისგებლობა აიღო და გაეწია წინააღმდეგობა და ქართული ხალხი გვერდში დაუდგებოდა იმიტომ რომ პირველი სილა რომელიც გაულაწუნა ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოსახლეობას იყო კოჰაბიტაცია შემდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი და მე იწყება ძალიან ბევრი რაღაცა ვითარდება უკვე ეს ნეგატივი სამწუხაროდ ბატონო თამას ბუტას არ ვიცნობდი სამწუხაროდ მაგრამ სულხანი შემიძლია ვთქვა რომ ნუ კარგი ამხანაგები ვიყავით თუ მეგობრები არა და ჩემთვის რაღაც ძალიან სხვანაირი ტკივილი იყო და ყოველთვის განვიცდი ბატონო თამაზ აი თქვენ რა სიტყვით ესე მიჭირს ახლა კითხების დასმა არა გეტყვით უბრალოდ რა იცით როცა იძახიან რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოსო ხშირად მეკითხებოდნენ ხოლმე თქვენო რამე ღონისძიებას გაატარებთ რომ ის არ მოკლა არა მე ვთქვა როგორ გეკადრებათ უბრალოდ რა იცით მაგრამ დაუსჯელი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ნებისმიერი პიროვნება გინა პრეზიდენტი იყოს და გინა უბრალოდ ვინც არ უნდა პიროვნება უნდა აგოს მაგრამ ხანდახან ასე მithქვია ხოლმე რომ არ არის საჭირო დახვრიტო ჩამოახჩო კუთხეში მაინც დააყენე და ყური მაინც აუწიე ინდალოცვის მე ვთქვი და ენა ჩააგდებინე ძალიან უცნაური დასანახია დღევანდელი საზოგადოება რა გაგებით იცით აი მაგალითად როდესაც მიცვალებულთან მიდის ადამიანი ხო უსამძიმრებს არა იმას აი ვერ წარმოვიდგენია აი ამ ხალხმა რომლებიც მათ იციან ტელევიზიითაც ისედაც რა დანაშაული ჩაიდინა გინა სააკაშვილი აღიდა კიდე სხვები აი როგორ შეიძლება რომ იმათი მომხრე იმაზე თქვა რომ გამოუშვი ციხიდანაო ციხეში არც არის ეს ხო ციხი არის ეს ხო ისე რა არის იცით აი ხლა წეგან თქვენ ბრძანეთ რომ იმედი გააქვთ თუ არა რა იქნებაო მე ვეთაყვანები ქალბატონ თეა ტროლოკიანს რატო იმიტომ რომ კულტურის მინისტრი რო იყო გინებავთ ეხლა იუსტიციის მინისტრი იყო ეხლა მადარის ეს შემართებით მუშაობს ეს ქალბატონი ცი როგორი რაღაც პრინციპებით და ალალათ რო იტყვიან ხოლმე და მაინც რაზე მეეჭვება იცით რომ აი რო გაიხედავთ მარცხნივ და მარჯვნივ სულ ყველას ამათ ის აქვთ იცით აი როგორ გითხრათ აბრკოლებენ ღობეს ქმნიან ისეც რომ ასე არ იყოს და ესე არ იყოს ადამიანი ბატონო რას გულისხმობ რასა და აი გარეშე ხალხი ვინც არიან
კაცი გამოდის და ლაპარაკობს ზუსტად რა დარაშაული ჩაიდინა მის წინააღმდეგ ამან ხო აგერ მეორე მხარე სხვანაირად ლაპარაკობს ხოლმე ოპოზიციიდან პიროვნებები უშლიან ხელს ამაზე მაგრამ თავარი რა არის ეს არც ეს შემთხვევაში არ შეიძლება რომ აი ესე რაღაცით მაინც უნდა გადაიჭირას ეს საქმე აუცილებლად რა კარგად ამბობენ მაგას რომ რუსთაველზე გზას გადაკეტავენ ნუ თუ არ შეგვიძლია რომ არ გადავაკეტინოთ ეს გზა სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მიდის ამან ტყობთან აქ ხალხი 50 კაცი რო დგას თუ 60 კაცი რო დგას მაგაზე და ამას არ ეუბნებიან თითქოს და უშვებენო იცით კიდევ აი ახლა თავრობის სასახლის წინ აბრებია გაკეთებული და იქ რაღაცას ხაჭინიან აღარ იციან რა ქნან კი ბატონო მიეცი საშუალება რომ თავისი აზრი გამოხატოს მაგრამ ამ ჩვენს დედაქალაქში რატო აუშნოებენ იმითი რომ ძონძებითა და იმითი რომ ზიანი იქა უბრალოდ ახლა ხელოვნების მუშაკი ვარ და მინდა რომ ჩემი ქალაქი სუფთად იყოს ლამაზად იყოს მაგრამ მაგის მსგავსი რაღაცეები ძალიან ბევრია რასაც არ ვიცი ახლა რისთვის და უბრალოდ მოსგეთყვით ახლა როდესაც სტრასბურგმა სულხან-ველაშვილი 4 პუნქტით გაამართლა ეს უთხრეს მოსამართლე მურუსიძეს რა თქვა იცით მე ახლა რო იყოსო მე მაინც ეგრე გავაკეთებდიო მურუსიძე რატო უნდა იყოს საერთოდ მოსამართლეთ აი ვერ გამიგე ესე იგი ეს მურუსიძეა თუ ვინც არის ნუ თუ ისეთი ჭკვიანია და ისეთი ისა ოფიციალური განცხადება გააკეთა ბატონოთან კი თითო გააკეთა ეგრე და იმაში რა ქვია სტრასბურგში რო ამდენი ტვინით სავსე მოსამართლეები არიან იმათზე უკეთესი ტვინი აქვს ამას ეგ რა იყო არ ვიცი მე რაც გააკეთა და როგორ აბა შეიძლება შეეშალა არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი ხურით აქვს მოსმენელი რომ ეს ხო თქვა კობახიძემ მაშინ რომ ის ცუდ ადამიანებში ცუდ შეკვეთებას ასრულებდაო და ეხლა კარგი ადამიანებში ესე აღარ მოიქცევა ეს არის გამართლება რა თქმა უნდა მურუსიძე როგორ შეიძლება იყოს მოსამართლე კი ბატონო სირცხვილია გეთანხმებით ბევრი კადრები არიან ისეთი ადამიანები რომლებიც არ არიან ღირსი იმ თანამდებობაზე რო იყვნენ ხოლმე რა. აი გიორგი კრიალაშვილის კვლელი მაგალითად. აბა. და დღემდე 20 მაისს სხვათა შორის გარდაცვალების დღე გურამ შარაძის ბატონო ვახსენე კრიალაშვილიც კი და აი და ყველაფერი ეს ხაერშია გამოკიდებული 12 წელია და ეხლა აუცილებელი კი ჯობს გვიან ვიდრე არასდროს მაგრამ ამდენი ხანი სად იყვნენ აი სად იყვნენ როდესაც ირმა ინაშვილი რეზოლუციით შევიდა პარლამენტში რატო უთხრეს უარი აბა რატო? იმიტომ რომ ვერ გაუძლებდნენ წნეხს და ეხლა უძლებენ. ჩვენ ქალბატონია თქვენ ბრძანეთ რომ ომი და ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა. ნამდვილად დღეს მშვიდობა გვაქვს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ არის დღეს წესრიგიდან მოხსნილი. რა თქმა უნდა არ არის ყველაფერს ცდილობენ კი ბატონო. თუ მაშინ თითქმის მთელი საქართველო 90% ქართული ოცნების მხარეზე იყო დღეს ეს ციფრი ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა განახევდა. იცით რა არის როგორც მინიმუმ კიდე ვიმეორებ აი მე მაინც იმეც ვიტოვებ რომ თვითონ ვითარებამ უკვე საგარეო სიტუაციიდან გამომდინარე რაღაცა მოგვეცა მიეცათ საშუალება რომ ხმა მოეღო უკვე ხელისუფლებას ღიად და რა ვიცი აი იმეც ვიტოვებ რომ ნამდვილად ეხლა მაინც რაღაცა ბოლომდე უნდა მივიდეს ეს ყველაფერი გეთანხმებით დაუსჯელები ძალიან ბევრნი არიან კიდევ ვიმეორებ გვარამიათი დაწყებული და კიდევ ბევრნი და აეხა რო ლიდერებს რომლებიც არ უნდათ და არ მიდიან და იჭერენ
ადრეც იყვნენ დასაჭერი ესენის უყველა აგერ ხა ეს ბავშვები გზააბნეული ბავშვები რო ზოგი დაფინანსებული და ზოგი კიდე დაბულინგებული ასე ვთქვათ ეს ცუდი სიტყვების ეს გინება რა საშინელება აბინძურებენ თუ რამე იდეა აქვს აი ამ ბილდ სიტყვებით ბილწავენ იმ იდეას არ ვიცი წარმოუდგენელ რაღაცებს უყურებდით ჩვენ ჯერ დამიწვეს დამინგრიეს თელი რუსთაველი და მართლაც ვეთანხმები ბატონ თამას რა უფლება აქვთ რომ დამიმახინჯონ იქ და დაწვან დაანგრიონ რეებს აკეთებდნენ ნუ რაღაც საშინელებებს ჩადიოდნენ და დაჯღაპნილი და გაუბედურებული და ნამდვილად ამაზე ამდენის უფლება მათ აღარ უნდა მიეცეთ არავითარ შემთხვევაში თუნდაც ეხლაც რომ მართლაც 50 კაცი რომელიც აბსოლუტურად რო შეხედა ნორმალური შთაბეჭდილებას არ ტოვებს ეს ახალგაზრდებიან თუ ვინც არიან ესენი ამდენს აღარ უნდა ბედავდნენ აღარ უნდა აბედინებდეს ხელისუფლება აბსოლუტურად გეთანხმებით ამ საკითხში იმიტომ რომ არ შეიძლება ყველაფერს პატიება აი ნახეთ ჩვენ საუბრობთ შემსრულებლებზე და საუბრობთ დამკვეთებზე ხო სისტემა და სისტემას თავში და შექმნეს ეს სისტემა სწორედ სააკავშირო მისმა ამბსონებმა მაგრამ აი დღეს რომ შენ ხარ აი ამის მხარეზე მაგალითად ნიკა მელიას ხო არავინ არ მოუკლავს მაგრამ ნიკა მელიამ ხო იცის რაც ხდებოდა მაშინ და თუ შენ იმათ მხარეს ხარ მაშინ შენ ინაწილებ ხო აბარა უკაცრავად ინაწილებ ამ პასუხისგებლობას იმიტომ რომ შენ ხარ იმ ყლელის მხარეზე და რაც არ უნდა ვილაპარაკო რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას სისხლის სუნი არ უდის და ნაციონალური რა შედარებაა ამ სისხლის სუნს ვერ მოიცილოს და არც უნდა რომ მოიცილოს პირიქით გვემუქრებიან აქეთ და ერთი სული აქვთ ვინმე მსხვერპლად შეიწირონ კიდევ პირდაპირ ამბობენ ღიად და ის კი არა ოცნებობენ როგორღაც ხელისუფლება დაიბრუნონ ხელში ჩაიგდონ ყველანაირი გზით რომ მე რას გვიზამენ ხო წარმოგიდგენია რატომღაც გონია კი არა ნამდვილად ესია ჩვენ ვიზახი დამოუკიდებელი ვარ და ამისთვის იბრძვიან ხო სწორია მე ამ ხნის კაცი ვარ და ვიმაჩინია რომ დამოუკიდებელი ჩვენ როდის ვიყავით ვამბობ დამოუკიდებელი ვარ როგორ ვარ დამოუკიდებელი როცა რუსეთის გეშინია როცა ამერიკის გეშინია როცა ევროპის ელჩების გეშინია არა ვართ დამოუკიდებელი და აი მაგაში ესაქვე კი მესმის რომ უნდათ რომ ასე ვიყოთ ერთიც მეორეც მესამე ჩვენი მთავრობის ხალხი იძახის რომ ამას გავაკეთეთ იმას გავაკეთეთ მაგრამ ამ დროს ძალიან უჭირთ ამის გაკეთება იმიტომ რომ მე რატო ამ ქვეყნიდან ისე წავალ რომ ვიტყვი რომ ჩვენ დამოუკიდებლები არა ვართ არც ყოფილ ვართ და არც ვიქნებით ისეთი მდგომარეობა აქვს საქართველოს რომ აუცილებლად ვიღაცა უნდა ჩვენზე იპატრონოს ჩვენ არ უნდა მივცეთ ამისი აი საშუალება აი მაგას ვიძახი და თუ აი ამ ბრძოლაში გაიმარჯვა როგორ რა მიცით აი დღეს რომ ხას მიყვები ეს არ უნდა შეიცვალოს და მიაწვე იმას რომ გვინდა რომ ვიყოთ დამოუკიდებელი რატომ უნდა ერეოდეს პეტრია თუ პავლია თუ თეკლია ჩვენს შინაურ საქმეებში ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ არ გვინდა ომი ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გვინდა ამ პოლიტიკაზე ლაპარაკით კიდე მოდი რა ერთმანეთს ხალხმაც გაუგოს ერთმანეთი ეს ოპოზიცია არის თუ ისა და ერთმანეთთან სიყვარული გქონდეთ და სიტყვა გქონდეთ აი ახლა დამოუკიდებლობის დღესზე რო იძახიან თითქოს ვიღაცას ეშინია რომ რაღაცა პროვოკაციები არ მოაწყო და რაშუაშია პროვოკაციების მოწყობა კაცო ვიხარ როგორც ოჯახის სიწმინდისათვის მშვენიერი ის გააკეთეს იქ ხო იქ როგორ შეიძლება ვიღაცა მაყოფილი იყოს, ვიღაცა არ იყოს მაყოფილი. ეს ხო ჩვენი ტრადიციაა, ეს ხო ჩვენი სიამაყეა ყველაფერი, მაგრამ ეს ზოგიერთი ნაწილი საზოგადოებისა არ ვიცი, ტუნ შერყეულია
სამწუხაროდ ეს ის ხალხია, ვინც მხარს უჭერს ნაღრძობი. აი ქალბატონი ელენე თევდორაძეა ხაზზე. და მაშინ სწორედ ქალბატონ ელენესთან მუშაობდი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, როცა მოხდა ეს ცუდი ამბავი სანდროს დროს. ქალბატონი ელენეა ხაზზე, გვერდთობა. ქალბატონი ელენე. დიახ. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ. ქალბატონი ელენე, ვაიხა ვიხსენებდი, როცა მოხდა ბუტას მკვლელობა, როცა მოხდა სანდროს მკვლელობა, მე მაშინ თქვენთან მუშაობდი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. თქვენ როგორ გაიხსენებდით ამას ყველაფერს და რა სიტყვით დღეს? დიახ, ისაუბრე. მე უნდა გითხრა შემიძლია დავიწყო. გისმენთ, ქალბატონო ელენე. მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად დიახ. ერთი წუთი ხო მე ტელევიზორს გამოვდა. დიახ, ტელევიზორი, დიახ. ესე იგი პრაქტიკულად პრინციპში ჩემი კომიტეტი რომელიც თავმჯდომარე ვიყავი ჩვენ გავიარეთ ძალიან ძიმე პერიოდი ჩვენი ქვეყნისა მაგრამ მე მინდა პარალელი გავატარო რაც ხდება დღეს რაც ხდება დღეს ეს არის უბედურება. მე სხვა სიტყვასაც ვერ მოვძებნი ამ წუთში. მე უნდა გითხრათ, მე რომ გითხრათ დღეს რომელ მხარესა ვარ, არც მხარეს არა ვარ. მე ვჩება სტაბილურობა, რომ თვითონ ქვეყანაზე, საქართველოზე, საქართველოს ხალხზე, როგორც ერთობაზე, არავინ არ ფიქრობს. და აი ეს იწო შემჩი ძალიან როგორ გითხრა დიდ ცხენას კი არა რაღაცა ფიქრობ იმ დღეებზე იმ პერიოდზე როცა ვაკეთებდით საქმეს ნინო და შედეგიც ჰქონდა ზოგჯერ დადებითი ზოგჯერ უარყოფითი აქედან გამომდინარე მე არ ვანობ იმ პერიოდზე, რომელიც მე გავატარე 12 წლის განმავლობაში პარლამენტში. და ყველაზე მძიმე დღეები დამიდგა მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. იმიტომ რომ მაშინ მე უფრო გამიჭირდა პატიმრებისთვის რაღაცა მეტი ყურადღება და მეტი დახმარება განეცია. ისე სულხან მოასწრთან დავბრუნდები, ხო? დიახ. პრინციპში მე სულხანთან შევხვდი მისი თხოვნით. უკვე იყო მიზელი 9 წელი ჰქონდა და ციხის საავადმყოფოში მივედი შესახვედრად. ამის შემდეგ მე ახლა დეტალებს შეაცვალ, ამის შემდეგ ერთ-ერთ ტელევიზიაში მე გამოვაცხადე, რომ საქართველოში ჩვენგან პირველი პოლიტპატიმარი. აი ეს იყო ჩემი შეფასება, რაც მოვიდა სულხანს. მე გაგრძელდა ეს უბედურება, რაც მე მომანახა თავისი ფეხები, აი დღესაც შუაში მიდგას ეს უბედურება, რაც ვნახე. რაღაცა საწინელება იყო. და ზუსტად მე ვიყავი ის პირველი მე მგონი მეფხალი, რომელიც გამოვიტანე აი ეს ამბავი, რომ ის სახლი, რაღაცა სახლი, რომელიც თითქოს ოჯახი მოიპოვა კორუფციით, ხო? დიახ. და რომელიც ესე იგი მოიპოვეს დაბრუნება, არავითარი მათი სახლი არ იყო. სპეციალურად იყიდეს
იმიტომ რომ იყო დაპირება, რომ გამოუშვებდნენ. იყიდეს და მე მაინც წელი მიუსაჯეს. მე უბრალოდ ახლა მამას ხედავ, ამიტომ უფრო სულხანზე ვაკეთებ აქცენტს. ასეთები არ იყო ცოტა, მაგრამ 2006 წლის შემდეგ მე ციხეში აღარ ჩავსულვარ. რატომ იცი? იმიტომ რომ მე შევდიოდი, უსმენდი იმ უსამართლობას, რაც ხდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ სამბავი არ გამომქონდა, იმიტომ რომ ტელევიზორები ჩვენგან აღარ იღებდნენ ინტერვიუებს. და პრაქტიკულად ვეხმარებოდი. ერთადერთი იარაღი ჩემი იყო რუსეთის წყალების კომისიის თავმჯდომარე დამწოვეს. და ეს პერიოდი, რომელიც ახლა ტარდება პარლამენტში, ხო? მე ახლა მთლიანად არა, მაგრამ ვინც ჩემთვის ცნობილი სახეებია, რა თქმა უნდა უსწრებდი. ერთის და მეორესი. და პრაქტიკულად როგორ გითხრა, ეს ყველა მთლიანად სურათი ჩემთვის პროცენტ დაიარა. და როცა იყო გამადნილი ხმა, რომ სულხანი თითქოსდა ნარკომანია, ამაზეც ლაპარაკობდნენ. კი, რა თქმა უნდა. მთავრობაში. იმაშია საქმე, რომ იქ ციხის საავადმყოფოში მე დამჭა სამეცნიერება, უკვე მეორე დრო გადაიყვანეს. ესე იგი, იქ რაღაცას თვითონ აძლევდნენ, თვითონ დამოვდნენ ამ ახალგაზრდა კაცს. არ ვიცეს ნარკოტიკი იყო თუ რა იყო, მაგრამ აი სამეცნიერებას დარჩა. ნუ არ ვიცი, მაგრამ მე ისევ და ისევ მინდა მოუბრუნდა დღევანდელ დღეს. ბევრი დღეს ვინც გამოდის აი ამ კომისიაზე, მე იმათ უკვე აღარ ვიცნობ, იმიტომ რომ მე უკვე აღარ ვიყავი პარლამენტში, მე არ როგორც წყალების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც 2012 წლამდე ვიღა, სანამ ისა იყო თავმჯდომარე, ხო? ვეხვეწებოდი, რომ მომეცი უფლება წავიდე ციხეში. უასმეუბნებოდა, ნუ არ მქონდა ეს უფლებები, მაგრამ მე არ ისო მინდა აი ამ პერიოდში 2005-2006 წელი აი მე არ ვიცი ვიტირო თუ ვიჩინო როცა მოვიდა რევოლუციის შემდეგ როცა მოვიდა ნაციონალური მოძრაობა ციხეებში ჩვენ უკვე ხავდა 7,000-მდე პატიმარი ერთ თვეში გახდა 16,000 ერთ თვეში და როცა მე ბოკერიას კითხე რა ხდება მეთქი რა ვიპასუხა იცი რაც უფრო მეტი პატიმარი გვეყოდება მით უფრო მეტ ფულს მივიღებ ევროპიდან რო ახალი ციხეები ავასებებ აი რაზე იყო ფიქრი გამიგე შემცირებადების შემცირებაზე კი არ იყო ლაპარაკი არამედ ახალი ციხეების ასწორებაზე ვიცი წვედა აღარ ყოფნის მეტი რა გითხრა ქალბატონელი საბოლოოდ როცა მოხდა უკვე მათი დამარცხება 24,000 ყავდა პატიმარი მხოლოდ ციხეში მე არ ვამბობ რამდენი იყო კლიანი. ქალბატონო ელენე, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი სამამტყოფოში უნდა იყოს თუ ციხეში? იცი რა, ნინო, მე აი მე გეტყვი ერთ რამეს. როცა მისმა დააკავეს, მე ძალიან მინდოდა, აი მთელი სულით მინდოდა, სურვილი მქონდა.
რომ ასთან შეხედრილიყავი მისულიყავი ჯერ ციხეში ვერ იყო რატო ქალბატონელი რომ დამელაპარაკა იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი რომ ხდებოდა ციხეში ჩემთვის არ იყო საჩიხარულო ამბავი უარი მითხრა დღევანდელმა ხელისუფლებამ შეხვედრაზე იცი რა მინდო აი ჩემთვის სულერთია იქ სამსახურში იყო ციხეში იყო იმიტომ რომ ის თავარია რომ ის იზოლაციაშია აი ეს თავარი დიდი მადლობა ქალბატონელენე კიდე რამის თქმა ხო არ გნებავთ ბატონო კიდე რამის თქმა ხო არ გნებავთ არა უბრალოდ ძალიან სულხანის მამა მილაპარაკა რომ დღეს მე ერთობა გვინდა ორთერთ სიყვარული გვინდა პატერის ცემა მაგრამ სამწუხაროდ ხდება ის რაც მე ასეთი საქართველო არ ვიცნობ ასეთ საქართველოს რაც ხდება დღეს ასეთი ზიზღი ასეთი დაპირისპირება აი მე შემასწავლება არც ხალხი აინტერესებს არავის და არც ქვეყანა დიდი მადლობა ქალბატონო ელენე მადლობთ კარგად იყავით ნახვამდის ქალბატონო აი ორი გისმენთ? სიტყვით დიახ, რა თქმა უნდა. შემიძლია ვთქვა რომ მე პირადად ნანა კაკაბაძის და ქალბატონ ელენე თევდორაძის დიდი მადლობელი ვარ და მაგათ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმიტომ რომ ჩვენ გაგებაში არ ვიყავით რა ხდებოდა სულხანის შესახებ იცით 11 თვე თურმე ცეჰაპატიტი ქონდა და ერთმანეთს გაზეთშიც ეწერა სოთაშორის და ეუბნებოდნენ ერთმანეთს რომ არ თქვაო ექიმი ეუბნება რომ ანალიზი აუღე და ცეჰაპატიტი აქვს და არ თქვა თორე ზევით ეწყინებათო ეხლა როგორ ფიქრობთ და გაზეთი რო შემქონდა ხოლმე მე გაზეთი აი ამ გაზეთს ყოველ დილას აუცილებლად სულხანის უყარდა კითხვა ვიცოდი და ახალი გაზეთი შემქონდა ხოლმე აი ესე გაშლიდნენ გაზეთს და გახედავდნენ შიგ ხო არაფერი არ არისო ეხლა გეკითხებით მე თქვენ რას უშხაპუნებდნენ იქ სხვათა შორის მედიცინის მუშაკებიც დამნაშავენი არიან ჯერ ესეთი კაი იმის ფაქტზე ვერ დაიჭირეს რა გაუკეთეს იქა და ვერც ვნახავდით და ვერც გავიგებდით მაგრამ იმას რომ ლამობენ რომ ავათარისო ცეჰაპატიტი აქვს და არ თქვაო თორე უფროსებს ეწყინებაო ეს დანაშაული არ იყო როგორ არ თქმა უნდა იყო რო თავის დროზე ემკურნალათ იქნებ 19 წლის ბავშვი რო იყო კომისიაზე 19 წლის ბიჭი რო დაიჭირეს უდანაშაულოდ და თავის ისტორია რომ მოყვა ნუ უმძიმესი მე მგონი ესეთი მძიმე კომისიის ის არ იყო შემთხვევა რაც ამ ბავშვმა მოყვა და სწორედ აი მაგ ექიმებზე გამახსენდა ბავშვს ხო ტუბერკულოზი შეყარეს ქრონიკულში გადაუვიდა და თოლში დააგდეს ტუბერკულოზიანი ბავშვი ნაცემი გაუბედურებული 15 ღამე ყავდათ და დღე კარცერში და იქიდან გადაათრიეს დააგდეს ნაცემი როგორ გადარჩა ღმერთო არ ვიცი კარგად ამყოფე საოცრად ჯანმრთელი ბავშვი რო ღმერთო დაიფარა და კარგად ამყოფე თუმცა აგერ ქრონიკული ტუბერკულოზი ხო შეყარეს და რა მკურნალობა რის მკურნალობა ბავშვი ესეთ მდგომარეობაში თოლში ეგდო და შემდეგ რო არ მაინც ვერ აღიარებინეს ის რაღაცა ქურდობა რაც არ ჩაუდედია მერე ჩაასხეს ნარკოტიკი თავისით მომზადებული ამ ექიმებმა და მერე აუღეს ანალიზი ნუ ეხა რო ვითომ ნამდვილად იყო მომხმარებელი ცხოვრებაში რო არ გაუსინჯია ბიჭ სიგარეტსაც რო არ ეწეო და ისეთი ბავშვი და აი რატო ვამბობ სულ ყველა დამნაშავე მაგა დამნაშავენი არის რა თქმა უნდა არ ვიცი ესე სასტრაფო არ მოდიოდა აი ნაცემ გაუბედურებულ ხალხთან სასტრაფოს რო იძახებდნენ არ მოდიოდა ისეთი შიში და უბედურება იყო ჩათესილი რომ იმ სასტრაფოსაც ეშინოდა არა მე მესმის რომ შიში იყო მაგრამ მე მესმის რომ ექიმს რომ ეს არ გაეკეთებინა დაუშვათ გაათავისუფლებინა მე მაგალითად ვერ ვიმუშავებდი სულ რომ მოვეკალი ვერ ვიზავდი და ვერ ვიმუშავებდი აი რაღაცა იცით ამიტომ ამითი გამართლება რომ აბა არავითარ შემთხვევაში აბა რა არანაირი გამართლება არ აქვს ექიმს მით უმეტეს დიახ ჰიპოკრატეს ფიცრე თავიდან კი ბატონო ელემენტარული შენ თეთრი ხალათი გაცვია და იცი რომ და ამ დროს აგერ სულხანზეც
არა, გამართლება არ აქვს. ნამდვილად არ აქვს. ჩემს ძალიან იმოქმედა ნუგზარ ციკლაურისა და გიორგი ბარამიძეს საუბარმა. აი იმდენად აღშფოთდი, რომ რაღაცა შეგატყო, რომ დამნაშავე. არანაირი ის არა აქვს. არა, ესე იგი აი არანაირი. ბარამიძეც ხო? ერთ-ერთი ფაშისტია მათნაირი ჩვეულებრივი და რას ამბობს, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ, ესე იგი არიციან, რომ რა ნიშნავს დამნაშავეა თუ და როდესაც დამნაშავესთან იქცევი ესე და გაქვს ამის საშუალება. აი სწორედ ეს არის რაც გაძლევს მე იმის რომ უდანაშაულოსაც იგივე გაუკეთო. აი სწორედ ეს არის ისე რომ ამით საუბარი რომ აი ეს დამნაშავე მე რა რომ დამნაშავე რა თქმა უნდა მიშას დამნაშავეა რატო მე მაგალითად არ ვეთანხმები არც მე არ ვეთანხმები ციხეში უნდა იყოს მე სულ ვაცხადებ ყველგან საჩეს იმ იმაში სამამტო თუ სად კი ბატონო თუ სად მე ეთერში მომეცემა საშუალება პირველ რიგში სწორედ ამას მიმართავს ხელისუფლებას რომ არ უნდა ბრძანდებოდეს ეგ იმ სანატორიუმში წამოგორებული და მე იცით რაზე ვბრაზდები კიდევ ერთხელ აი თქვენი ეთერიდანაც კიდე მიმართავ ხელისუფლებას რატო ეძლევა აი ამ საშინელ სადის კრიმინალს რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ძიება რომ იდის ჯერ უამრავ საქმეზე როგორ უნდა ეძლეოდეს მას ეთერების საშუალება და კიდე იქიდან მოძღურავდეს და კიდე მოუწოდებდეს თავის მომხრეებს რა უნდა გააკეთონ აი ამაზე ძალიან ბრაზდები უბრალოდ ისმის კითხვა ყველა მაგას ლაპარაკობს აი სადაც გაიხედათ მგზავრობის დროს მატარებელში იმაში მეტროში თუ სადაც გინდა ყველა მაგას ლაპარაკობს რომ დამნაშავეა, რატო არ გადაყავთ ციხეში, რატო არ გადაყავთ ციხეშიო. როგორ ფიქრობთ, აი ნებისმიერი პიროვნება, რატო რა უჭირს მთავრობას, რომ ეს გააკეთოს, უჭირს. აი რატო უჭირს, ეგ უკვე აღარ არის. ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების გადასახადი. მე ვუყურებ, რომ ესე იგი ვიღაცისთვის დანაშაულის ჩადენა და ვიღაცისთვის აბსოლუტურად მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ აი ამ ჩვენს ციხეებში სხვა ავადმყოფებს არ აქვს ისეთი სერიოზული დაავადებები, რომ ამდენი ხანი იყვნენ, იცით რა, იმათთვის მაგალითად ჩემი თქვენი ყველა ჩვენი ფულით არის ბიუჯეტის ფულიდან მე მაგალითად არ დამენანება დამნაშავეა თუ უდანაშაულო თუ ესაჭიროება კი ბატონო მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ეს ხელისუფლება ჩვენი ფულით რო ინახავს და ამდენი პატარა ბავშვი ლარს რო ითხოვს სოციალურ ქსელში რომ ლარი დამეხმარეთ რომ წამალი უყიდო და გადავარჩინო ჩემ შვილს იცით რა არის აი ნამდვილად დიდი უსამართლობაა და აი ხა ნახეთ როგორ იბრძვის ქართული ოცნება დღევანდელი ხელისუფლება და სააკაშვილი იმის თავი არ აქვს სააკაშვილი გადაიყვანოს აბა რა არის მაშინ აი ეს მე გეტყვით ახლა ნამდვილად ეს ფაქტი რომ სააკაშვილი კიდევ სანატორიუმში არის იმ სამართლობაში ეს ჩემთვისაც ძალიან გაუგებარია ამდენ ხანს რატომ არ გადაყავთ ციხეზე ნამდვილად მიკვირს მაგრამ აი რაც შეეხება თქვენ ახლა რაც თქვით ნამდვილად ძალიან ცუდად ხვდები მეც Facebook-ზე რომ ხედავ ამდენ ავამტყობს და ბავშვებზე და ის მაგრამ მე პირადად შემილია ისიც თქვა აუცილებლად რომ იცით რა არის ძალიან ბევრი რეფერალური დახმარებები ნამდვილად არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში მე პირადად მანდ მუშაობ და ვიცი ძალიან ბევრი ფინანსდება და ძალიან ბევრს ეხმარებიან ასევე მერიაც მაგის ცოდვას ვერ ვიტყვი ალბათ უბრალოდ ეს კიდე რაღაცა დამატებითი რაღაცაა რასაც არა მაგრამ თუმცა ქალბატონოია აი თქვენ იქ მუშაობთ ხო ჯერით ეს რეფერალური წამლები ძალიან ძვირი ხის ადრე ნებისმიერ წამალს აკლდებოდა 2 შაბათს 4 შაბათს პარასკევს საპენსიოთი ეხლა ისეთი გაძვირებული აი ამის გამლები ნამდვილად გარდა ამისა აი პატარა ბავშვებზე ვიცი მე ფსიქიატრიული დაავადება აქვს და არაფინანსებენ ანუ რა თქმა უნდა ფინანსდება ბევრი რამე ძალიან კარგად მაგრამ ბევრი რამე არ ფინანსდება მე გეტყვით ეს იგი რამდენი ადამიანი დღესაც ციტულს ებრძვის საშინელ დაავადებას იმიტომ რომ მას რაღაც მიზეზების გამო არ უფინანსდება აი მე გეტყვით ახლა ერთ რამეს წამლები ზოგადად აფთიაქები რომ არის კატასტროფულად ძვირი და წამალს ჩვეულებრივ წამალს ვერ ყიდულობ
ამაში აბსოლუტურად გეთანხმები და მისახედია ეგ საკითხი აუცილებლად. იმიტომ რომ ხელფასები მithumetes არა გვაქვს ისეთი რომ ეს წამალი შეძლოს ყველამდე იყიდოს, ნებისმიერი წამალი ძალიან ძვირია. ეგ არის მისახედი აუცილებლად. მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან ძვირია. ნამდვილად მისახედია, მაგაში გეთანხმებით, მაგრამ არის ძალიან ბევრი დაავადებები დაფინანსებული, თუნდაც სეგეპატიტი, რომელიც არც ერთ აისეთ ქვეყნებში არ არის დაფინანსებული, გაოცდებით. აი აზერბაიჯანი უმდიდრესი ქვეყანა, ეგეთი რამე არ არის. არა, მესმის ძალიან სეგეპატიტიდან დაწყებული, კიდევ ვიტყვი, ქიმიები, რომლებიც უძვირესია. ყველა არ ფინანსდება, ქიმია ფინანსდება. რო დამთავრდება, მაგრამ აი გეტყვით, იქაც არის რაღაცა, იმიტომ რომ მე ხშირად მიკავშირდებიან და სწორედ ამას ერთ რამესაც დავამატებ, იცით, კლინიკები რეებში ჩადიან? აი მოდით ვიტყვი ახლა თქვენ ეთერში. კლინიკები იცით რეებში ჩადიან? მე გადავარჩინე ერთ-ერთი ადამიანი, ახლა არ მინდა ეს დავასახელო, კლინიკამ, რომელმაც დაუნიშნა ურთულესი ქიმია, რადგან არის უფასო, წეწავენ სახელმწიფოს. და კლინიკები უნიშნავენ ქიმიებს ზოგ ადამიანს, რომელსაც არ ჭირდება, ხალხო, წარმოგიდგენიათ, მე ვარ ფაქტი მომსწრე ამ ყველაფრის. ისე რომ ბევრი რაღაცა ნამდვილად არის, ნამდვილად გადასახედი და მისახედი. და პირველ რიგში წამლების ფასები ნამდვილად გეთახმებით. ფასები არის კატასტროფული და ეს სწორედ ამ წამლებს ვერ ყიდულობენ. მისახედია. ნოშპა, როდესაც ეღირება 8 და 9 ლარი და არ ვიცი. მაგრამ ჩვენ თემას ავწთით, უბრალოდ ეს მთელი ჩვენი ცხოვრების. მაგრამ ძალიან ბევრი რამე ფინანსდება, მithumetes ბავშვებში ამის ცოდვას ვერ ვიტყვი, ნამდვილად არის ესე და ბევრი რამე, რა თქმა უნდა, მისახედია და ბევრი კარგი რამეც კეთდება და რა თქმა უნდა, შედარება როგორ შეიძლება. მე როგორც მოქალაქე ვერ დავყოფილდები იმითი, რაც კარგი კეთდება. მე როგორც მოქალაქე უნდა ვითხოვდე, რომ ყველაფერი კარგად მოხდეს. თუ ალბათ თქვენც ხო? არა, ყველაფერი კარგად არ იქნება, მაგრამ შედარება არ შეიძლება იმ დროსა და ამ დროს შორის. არა, ნუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ განვითარდეთ. რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეთ, აბარა. ძალიან ბევრი, მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი და აი თქვენც ხო ხედავთ სოციალურ ქსელში ლარს ითხოვენ და სატელეფონო ისინი მაგიჟებენ, რომ იმაშიც კი აი ბეგრავენ და ამ გაჭირებულ ხალხს ჩვენ რო ვურიცხავთ, იმაშიც კი ესე იგი არ. ხო და მე ეს ხო ყველაფერი დააკვირდით რა ხდება მარტო სახელმწიფოს ვერ დავაბრალებ. თქვენ რაზეც საუბრობთ. კერძო პირები, კერძო კომპანიების ჩადიან ამას და ეს არის ყველაზე გულსატკედი. მარტო სახელმწიფოს რო ვაბრალოთ ყველაფერი, ჩვენშიც არის პრობლემა ხო ადამიანებში. კერძო იმიტომ ჩადიან, რომ ამის საშუალება სახელმწიფო მისცა ესეც. ხო, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც ხომ არსებობს. რომელი აი ბატონი თამაზე საუბრობდა, სწორედ რომ სიყვარული აღარ არის. შიდა მტერი რო ყავს ესეთი, რომელი გარე მტერი დაგაკლებს, როგორც შიდა მტერი ყავს ისეთი, რომ თემ სოფლიოში დარბიან და ეუნებიან, რომ არ მისცეთ, არ აგერ ჯარიმები დაუწესეთ, შეზღუდვები დაუწესეთ, საქართველოში ოღონდ რამე კაი არ გაკეთდეს, ეხვეწებიან სოფლიოს, ამაზე მეტი მტრობა. მესმის, მაგრამ ვერც ამა და ვერც იმათ ვერ გავამართლებ იმ სოფლიოს, იმიტომ რომ ჩემი სოფლიო არის ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი. მე არაფერი არ მაინტერესებს. ესეა ზუსტად. ნამდვილად და ამიტომ ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის და ჩემი ხალხისთვის ხო, მაქსიმალურად და აი ამ ვირაკარგია ვიბრძვით ამდენი წლები. მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ ჩართული და ქუჩაში ვარ ბავშვობიდან. ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი სამართლისთვის. ყველაფერზე ვიყავი თუ რამე არსებობდა. მარტო ჩემი უბედურებიდან გამომდინარე არა. მანამდეც თელი ჩემი ოჯახი ვიყავით ეროვნული მოძრაობიდან ჩართული ამ ყველაფერში. ბატონო თამას, თქვენ აი 5 წუთი დაგვრჩა. რა უნდა გითხრათ, უბრალოდ ყველას ნატურა ისა რომ გათენდებოდეს ისეთი დღე რომ აი ახლა დღეს ჩემთან სკოლაში გადასარევი კონცერტი იყო მღეროდნენ ბავშვები სულ და ბოლოს ამით ისე მიმართე რომ მთელი ცხოვრება გეღიმობოდეთ მე თქვი და გემღერებოდეთ მე ჩემ ქვეყანას ჩემ თბილისს ჩემ საქართველოს მინდა უსურვო რომ ყველას გაღიმებული ცხოვრება ქონდეს ხვალისას. იცით ზოგი მდიდარი იქნება, ზოგი შავპურს შეჭავს, ზოგი სერპურს შეჭავს, ზოგი რაღაცა ეს ყოველთვის იყო და არის და ხვალაც იქნება ესე, მაგრამ ერთმანეთის აი ყველაზე ძვირფასი რა იქნება ისი ერთმანეთის გვერდში დგომა ისწავლონ, ერთმანეთის მოფერება ისწავლონ სამჩერმა ქვეყანამ, რომ ტყილად იყვნენ ერთმანეთთან. რომ დიდარს ყოველთვის ახსოვდეს, რომ ვიღაცას შია
და ის ფული რაც შეუძლია რესტორანში დახარჯოს ხო, ნუ ეხლა მერტმა შეარგოს, ხო? მაგრამ იცოდეს რომ ვიღაცა შია, ვიღაცას ელემენტარული წამლის ფული არ აქვს, ხო? ვიღაცა უპოვარია. ჩემი ყველაზე აი დიდი სანამ ის ტკივილი- დიდარი ამას არ დაიმახსოვრებს, ხო? ჩემი დიდი ტკივილია, როდესაც ქუჩაში გამოვდივარ, ისე იხაროს ჩემი ბუტა სულმა სადაც არის მოხუც რო დავინახო, რამდენი მოხუცი და ბავშვი, ეს არის უდიდესი ტკივილი ჩემთვის და ღმერთო, ისეთ საქართველოში გამაღვიძა, რომ აი ეს აღარ მოწყალებას დავინახო. არავინ ითხოვს. აი ეს იქნება ჩემთვის ახლიდან დაბადება, ალბათ ოღონდ ეს ვნახო, რომ ჩემ ქვეყანას აღარ უჭირდეს ისე, რომ და ამ დროს არ შემიძლია არ აღვნიშნო მოგრიალებენ უძვირესი მანქანებით, რომლის ნომრებშიც გადახდილი აქვს 5,000 მარტო დოლარი, მარტო ნომერში. ამიტომ გითხარით, აი ეს ძალიან არ ბევრი მესმის. ხალხია, წარმოუდგენელია. ძალიან ბევრი ხალხია, რომ ძალიან კარგზე კარგად ცხოვრობენ, არის საშუალო ფენაც, არის ნაკლების ფენაც, საშუალო ფენა არ არის მაგრამ ჩვენთან. ერთმანეთი რაღაცნაირად უნდა გავიტანოთ. ის აი სწორია ისა, რომ არ უნდა გვებრალებოდეს ძალიან დავდომილი ადამიანი, პატივს უნდა ვცემდეთ და რა ვიცი, უფრო მეტი ადამიანური გრძნობები, კარგი ეს ჭამასმა და ჩაცმა ერთია, მაგრამ მეორე საკითხია ისა, რომ რაღაცა რო უჭირს იმას. მოდი რა უთანაგრძნე იმას. რაღაცნაირად, მორალურად, ფიზიკურად, ეკონომიურად, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის, რომ აი ამ თითქოს ვატყობ, რომ საზოგადოების ზოგიერთ ნაწილს გაორებული აქვს თავისი ადამიანური თვისებები, დაკარგული აქვს ისი, აღარ ფიქრობს იმაზე, რომ ანგარიში გაუწიოს იმას, მიუსამძიმროს მაინც. რასაბოთ აყვავი და რაღაცა გააკეთო, საშინელი სიძულვილი როდესაც ხედავს, რომ აქვს. ვიღაცა გაჭირვებულია და რაღაცა არის, მიუსამძიმრე, გვერდში დაუდექი, ისევ უბრუნდები იმ საკითხს, რომ როდესაც დანაშაული აქვს პიროვნება ჩადებული, აღარ მინდა გვარები დავასახელო. ამ ადამიანზე როგორ ამოგდის ენა პირიდან, რომ არაო, გინდა თორე გამოუშვიო. ხანდახან ვიტყვი ხოლმე, აბა ერთი შენი შვილი მოკრან, ღმერთმა დაიფაროს. და მე იმას ტაში დაუგრა და უთხრა, რომ გამოუშვით ეგები. გაეხარდება იმ პიროვნებას, ამას რატო არ ფიქრობენ? აი ეგ მიკვირს და საერთოდ სიყვარული უნდა ქონდეთ ერთმანეთთან და ყველაზე მოფერება საშინელება ერთმანეთთან, რომ მაშინ, როდესაც ტკბილად იქნებიან, ის მდიდარიც გაიღებს რაღაცას, ეს ღარიბიც აღარ იქნება და ერთმანეთთან დიდი სიმჭიდროვე იქნება, მაგრამ ამას უნდა რა? მე როგორც პედაგოგი ვიტყვი, ბავშვი რო დაიბადება, გაზდა, გეთახმები. იქიდანვე აღზრდის ბრალია, ოჯახის ყველაფერი აღზრდიდან მოდის და ოჯახიდან მოდის. მარტო ძიძა ამ საქმეს ვერ უშველის. და აი სხვათა შორის მინდა ხაზი გაუსვა იმ სიძულვილს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაგვიშავეს და ჩემნაირი ძალიან ბევრია სამწუხაროდ, ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახები საქართველოში უამრავი, ხო? 162 ბიჭი ყავთ ქუჩაში დახვრეტილი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიყოთ გაბოროტებული მათ მიმართ და სიძულვილი ჩვენ გქონდეს, ჩვენ უფრო არა გვაქვს, ხალხო. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ დამნაშავების დასჯას და რეჟიმის გასამართლებას, თორე ესენი საშინელი სიძულვილი აქვთ ხალხო ჩვენს მიმართ, ხალხის მიმართ, ქვეყნის მიმართ. აი ეს მაოცებს მათ მომხრეებსაც, აი სიძულვილის შეჯავრება, სიკვდილზე გვიმეტებენ, უნდათ მსხვერპლი, უნდათ მოკლა. აი ეს არის გასაოცარი ჩემთვის და მათი მომხრეები რო დღეს კიდე არსებობს და მათი მხარს ვინმე უჭერს, აი ეს არის ჩემთვის გასაოცარი, თორე ეგენი რასაც ჩადიოდნენ გავიგეთ, მაგრამ მომხრეები რო ყავთ ეს რაღაცა ნაწილი. გაინაწილონ პასუხისგებლობა, რასაც აკეთებენ. რა თქმა უნდა, იგივენაირი ბოროტები და იგივენაირი დამნაშავეები არის მათი მომხრეებიც. ძალიან დიდი მადლობა მინდა მადლობა, ჩვენი დრო ამოიწურა. მე ერთი რამ მინდა ვუსურვო ჩემს სამშობლოს და ალბათ დამეთანხმებით. სიყვარული, რომელიც ასე დააკლდა საქართველოს და ის რომ შეიძლება ყოველთვის იქნება მდიდარი, ღარიბი, ყოველთვის, მაგრამ
ღმერთმა არხნას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარასოდეს საქართველოსი ბიჭები, გოგოები, აი ესე ასეთი გაუბედურება, ესეთი სისხლის გუბეები, დახვეტები. აი ეს ხო შეგვიძლია, ეს არ უნდა გამეორდეს. თუნდაც შევეჭიროთ მართლა ამას. რა თქმა უნდა, ესეც იქნება შევეწირებით და ის ბოროტება ქვეყანაში ვეღარასოდეს ვერ არა, ეს წარმოუდგენელია. აი იმიტომ ვიძახი რომ ერთმანეთის მოფერება აუცილებლად და გაგება, გრძნობა იმისი რომ იმას რო უჭის, მოვეხმაროთ, გვერდში დაუდგეთ და არა პირიქით კაცი სიკეთით არის მეტი და სხვა არაფრით და იმას ვერაცნობიერებენ რომ ეს წუთი სოფელი მართლა 2 წამი და 2 წუთი ყოფილა ისე რატო ქვია წუთი სოფელი ისე გადის რომ როგორ გავიდა ეს წლები აბა 21 წელი ისე გავიდა თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი და აგერ დაუბერდით და ნახევარი ჩვენ თანამებრძოლი ცოცხალი აღარ არის და ბავშვები დაიბადნენ, გაიზარდნენ და 21 წლის არიან უკვე და რომლებმაც არც იციან რა იყო და რა გავიარეთ და ისე რომ არაფერი არ არის ეს არა ჩვენ და უთხრათ ამ ბავშვებს რაც იყო მაგრამ ღმერთმა არ ანახოს იმათ არ ეგრძნოთ თორე უნდა იცოდნენ ამ ბავშვებმა რაც ეს საქართველოს ისტორია ჩვენი დანაშაულია ისტორია და საქართველოს ისტორია ყველა ქართველმა უნდა იყოს ჩვენი დანაშაულია რომ ამ ბავშვებს ინფორმაცია არ აქვთ მიწოდებული სათანადოდ არც ინსტიტუტებიდან, არც სკოლებიდან, არც ოჯახებიდან ეს არის სამწუხარო და დღეს იმიტომ ვიხილეთ ჩვენ რო ქუჩებში რაც ხდებოდა. ნახევარმა არ იცოდა რისთვის იდგა და რა ხდებოდა აქ სინამდვილეში. აი სწორედ ამ დანაშაულებით უნდა სახელმძღვანელოში იყოს შეტანილი ნორმალურად ისე რომ მომავალმა თაობამ არ გაიმეოროს ესეთი რამე. შავი ფურცელი ჩვენის უახლოეს ისტორიაში. ეს ჯოჯოხეთიც გავიარეთ. თქვენ მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა რომ შეწუხდით ჩვენი გულისთვის. ძალიან მიჭირდა, ძალიან მიმძიმდა, მაგრამ უნდა ვუთხრათ, უნდა გავაგებინოთ. რა თქმა უნდა. გემშვიდობებით, მშვიდობიანი ღამე ჩვენ საქართველოს და თქვენ. მშვიდობა. და ვებშვიდობები ჩვენს მაყურებელს და მსმენელს 26-ში შეგხვდებით საღამოს 7-ის ნახევარზე. ნახვამდის.